გამარჯობა, მე ნოდარ მელაძე ვარ, გამომძიებელი ჟურნალისტი. ეს არის ჩვენი YouTube არხი. დღეს ერთმანეთს ხვდებით აქ, ჩვენს ონლაინ სივრცეში. ვიდრე დღევანდელი დღის მნიშვნელოვან ამბავს მოგიყვებით, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი. ყველაფერი მარტივია. ამ ვიდეოს ქვეშ თქვენ ხედავთ ახლა ღილაკს გამოწერა, იგივე subscribe და გვერდზე ზარის ნიშანს. ჯერ ერთი, შემდეგ მეორე. იმისთვის რომ არ გამოგრჩეთ არც ერთი ვიდეო, რომელსაც ჩვენი გუნდი თქვენთვის მოამზადებს. აქ თქვენ ახავთ მნიშვნელოვან ჟურნალისტურ გამოძიებებს, რეპორტაჟებს და ამბებს, რომელიც სხვა сивцеში უბრალოდ არ იძებნება. დღეს ყვებით ოთარ Парцхаладзеზე. Мы будем развиваться отношения между Россией и Грузией, потому что Россия для Грузии как большой израд. ვინ არის ოთარ Парцхаладзе? საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი. ამ პოსტზე დაახლოებით 2 თვე იმუშავა. დანიშნეს 2013-ში, მაგრამ როდესაც თან ბოტასების ქურდობის სკანდალი წამოეწია, პოსტიდან სასწრაფოდ გადააყენეს. რა მოხდა მაშინ? მაშინ ოპოზიციამ გაასაჯაროვა დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს მთავარ პროკურორად დანიშნული კაცი გერმანიაში ბოტასების ქურდობისთვის იყო ნასამართლები. ოთარ Парцхаладзе თანამდებობიდან წასვლის შემდეგ უეცრად გამდიდრდა. მის სახელზე გაჩნდა კომპანიები და უძრავი ქონება. Парцхаладзе ივანიშვილისთვის უცხო კაცი არასდროს ყოფილა. ოთარ Парцхаладзе ბერა ივანიშვილთან დანათესავდა და წლების განმავლობაში საჯარო წყაროებში არსებული ინფორმაციით ივანიშვილის არაფორმალური ბრძანებების შემსრულებელი იყო. Парцхаладзის სახელი უკავშირდებოდა ბიზნესის რეკეტსაც, როდესაც ომეგა ჯგუფის დამფუძნებელმა თქვა, რომ მის ბიზნესს სწორედ Парцхаладзის ხელით არეკეტებდნენ. მაშინ ამ საქმეში ბიძინა ივანიშვილი ჩაერთო და საჯარო სივრცეში Парцхаладзის დაცვა გადაწყვიტა. ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს ვრცლად ილაპარაკა ოთარ Парцхаладзის სარდაფში მომხდარ კრიმინალურ გარჩევაზე. ივანიშვილის ნაამბობიდან მაშინ გაირკვა, რომ მან ყველა დეტალი ძალიან კარგად იცოდა და ამბობდა, რომ სპორტის ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა Парцхаладзეს შეაგინა და სანაცვლოდ მიიღო ფიზიკური ანგარიშსწორება. იკვეთე რომ ყიფიანი მივიდა ოქუაშვილის ნაცვლად Парцхаладзესთან თვითონ უნდა მისულიყო, ის შეამოწმეს ჩაწერები თუ არ ჩანაწერები ხო არ აქვს, არავითარი გაუპატიურება, არავითარი სარდაფი ყიფიანმა შეაგინა, რასაც თვითონვე ამბობს და თვითონვე არგანისტის ეს კაცი. ამის შემდეგ ოთარ Парцхаладзის გვარი არაერთ სკანდალს დაუკავშირდა. 2023 წელს კი მთავარი ამბავი ჩვენმა გუნდმა აღმოაჩინა. ოთარ Парцхаладзემ რომ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, ამან თქვენ რაიმე სახის უხერხულობა არ შეგექმნა, თქვენი თანაგუნდელი იყო და მთავარი პროკურორი. რომ მიიღო? დიახ, აი, დოკუმენტი გვაქვს რეესტრი და ჩვენ მივაკვლევთ დოკუმენტს, რომელმაც დაადასტურა, რომ ოთარ Парцхаладзემ საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად რუსეთის მოქალაქეობა მიიღო. ეთქეთ რა და თქვენთვის თუ არის უხერხულობა, ეს მაინტერესებს. ასაქმე მაქვს მე ამ ჩვენ წესით იუსტიციის სამინისტროს დაუყოვნებლივ უნდა შეემოწმებინა დოკუმენტები და ეთქვა, ოთარ Парцхаладзეს ჰქონდა თუ არა ნებართვა საქართველოსგან, რომ მიეღო რუსეთის მოქალაქეობა. წინააღმდეგ შემთხვევაში მას უნდა დაეკარგა საქართველოს მოქალაქეობა. თუმცა მაშინ ამ სკანდალის ჩაფარცხვაზე წავიდნენ და თითქოს არაფერი არ მომხდარა. ამ ადამიანს აქვს უფლება ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე იყოს თუ არც პოლიტიკაშია, არც მთავრობას წარმოადგენს, არც ოპოზიციურ პარტიას და თქვენ არ აკეთებთ გადაცემას. თქვენ არ აკეთებთ გადაცემას. ესმით რატომ არ შეურჩევდა იმ ადამიანებს გაარკვიეთ, რომლებიც თქვენ ფავორიტ პოლიტიკურ პარტიაში არიან. ასე გაგრძელდა რამდენიმე თვე. ბატონო სალომე, Парцхаладзეს ქართული პასპორტი თქვენი გვერდისავლით დაუტოვეს? ორგანული კანონის 21 მუხლის თანახმად თუ პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეობას იღებს, მას ავტომატურად უწყდება საქართველოს მოქალაქეობა. თუმცა ამ შემთხვევაში კანონი დაირღვა. ორმაგი მოქალაქეობა Парцхаладзისთვის არ მიუცია პრეზიდენტს. როგორ აქვს ოთარ Парцхаладзეს ორმაგი მოქალაქეობა, ბატონო შალვა? 2023 წლის შემოდგომაზე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოთარ Парцхаладзе რომანოვი დაასანქცირა. ამერიკის შეერთებული შტატების ინფორმაციით, Парцхаладзе რუსული FSB-ს აგენტი იყო და საქართველოში რუსულ ინტერესებს ატარებდა. ამ სკანდალის შემდეგ ქართული ოცნება იძულებული გახდა ოთარ Парцхаладзისთვის საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთმია. Парцхаладзе კეთილსინდისიერი Парцхаладзის შესახებ საუბრეთ თუ შეიძლება. კეთილსინდისიერი Парцхаладзის შესახებ საუბრეთ, რომელიც აღმოჩნდა რომ აგენტი ყოფილა. ჩვენობედურებას მიხედეთ რა. ქართული ოცნება მაშინ ცდილობდა საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ არანაირი აგენტი Парцхаладзе რუსეთის არ არის და შემთხვევით სრულიად ასე მიიღო რუსეთის მოქალაქეობა.
თარ ფარცხალაძეზე მითხარით. გეუბნებით ფარცხალაძეზე არ ვიცი. არ ვიცი არაფერი, ვაიმე. დამატებითი კითხვები. დამატებს კი ბატონო ფარცხალაძე არ ახსენო გისმენ. ნუ გააგრძელებ, არ გაძლევ ინტერვიუს. რატომ არ შეგიძლიათ ფარცხალაძეზე გითხრათ თქვენი აზრი? მეტიც ქართული ოცნება ფარცხალაძეს სანქციებისაგან გვერდის ავლოში ეხმარებოდა. თქვენ 1 მილიონი აჩუქეთ ოთარ ფარცხალაძეს? ეროვნულმა ბანკმა განკარგულებაც კი გამოსცა, რომ სანქციები მყისიერად ფარცხალაძეზე არ გავრცელებულიყო, რამაც მას მისცა დრო ბანკებიდან ფული გამოეტანა ან სხვების ანგარიშებზე გადაეტანა. მეტიც, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრმა დაუბრკოლებლად მისცა ფარცხალაძეს საშუალება, რომ მის სახელზე არსებული უძრავი ქონება შვილის ანდრია ანზორ ფარცხალაძის სახელზე გადაეფორმებინა. მათ შორის არის ეკლესიაც. ოთარ ფარცხალაძე ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია საქართველოს იმ მოქალაქეებს შორის, რომელიც წლების განმავლობაში მისივე აშენებულ ეკლესიას კერძო საკუთრებაში ფლობდა. წავკისის ველზე მდებარე ეკლესია სანქციების შემდეგ ოთარ ფარცხალაძემ ანდრია ანზორ ფარცხალაძეზე გადააფორმა. მოგვიანებით კი სანქცირებული პირისგან საჩუქრად ეს ეკლესია საქართველოს საპატრიარქო მიიღო. არც სურვილი მაქვს რომ სხვაზე ვილაპარაკო როგორც ადამიანს, კაცს, ქრისტიანს და არც ამის უფლება მაქვს. არც მორალური და არც სხვანაირი. თქვენ შეიძლება რაღაცის აღსარებას გაინტერესებდეთ, ხო? ხო ესეა. გაინტერესებთ, დარწმუნებული ვარ, ოთარ ფარცხალაძის აღსარებას გაინტერესებთ, მისი ნიუანსების, ხო გაინტერესებთ. მაგრამ ვერ მიიღებთ ასეთ ინფორმაციას ჩემო კარგო. არის ერთი საინტერესო დეტალი ამ ამბავში. ფარცხალაძემ მიწის ნაკვეთი, რომელზეც ეკლესია იყო განთავსებული, საპატრიარქოს კი გადაუფორმა, მაგრამ ეკლესიის ეზო და ტაძრამდე მისასვლელი გზა დღემდე ფარცხალაძეების საკუთრებაა. ვინ გადმოგცათ ეს მიწა? ვისია ეს საკუთრება? არ ვიცი, მაგაზე მე არ ვფლობ და რომც ვფლობდე, პირდაპირ გეუბნებით, რომ არ გეტყვით მე. როგორ გახდა ოთარ ფარცხალაძე ოთარ რომანოვი ფარცხალაძე? ეს დოკუმენტიც შაბათის ეთერმა აღმოაჩინა. როდესაც რუსეთის ერთიან რეესტრში ქონების კვლევის დროს მივაკვლიეთ ფაქტს, რომ ფარცხალაძემ გვარი გამოიცვალა. დიდგვაროვნის გვარი რუსი დიდგვაროვნის როდის მიიღო? ახლა გეوارდა და რატომ მოვა? მისი დაცვა არ ხარ მინდა ჩვენ თქვენთან გიცნობ. საუბარი საერთოდ. ბატონმა ოთარმა ეს გარდასახვა როდის გადაწყვიტა? მისი ფსევდონიმია რუსეთის სპეცსამსახურებში რომანოვი? რა კავშირი აქვს ოთარ ფარცხალაძეს რუსეთის სამეფო დინასტიასთან? რომანოვების დინასტიიდან ბრძანდება ბატონი ოთარი. ამ ამბის კვლევის დროს მისმა გარემოცვამ გვითხრა, რომ თურმე რუსეთის ფედერაციაში შექმნილი იყო სპეციალური კომისია, რომელიც 2 წლის განმავლობაში ოთარ ფარცხალაძის წინაპრების წარმომავლობას იკვლევდა და საბოლოოდ დაადგინა, რომ ის სამეფო გვარის მატარებელია. ოთარი მიცოდა თავის წარმოშობა და გამოიძია. მთელი კომისია იყო და დაადასტურეს. თქვენ თუ იცით? სად იყო ეს კომისია? სად შედგა? რუსეთში. ოთარ ფარცხალაძე და რუსეთი. არაოფიციალური ინფორმაციით ოთარ ფარცხალაძეს რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებში ოფიციალური თანამდებობა აქვს, რომელიც საიდუმლოა. თუმცა საჯარო წყაროებში არსებული ინფორმაციით ფარცხალაძე რუსეთში არაერთი კომპანიის მფლობელია. ის ეწევა სამშენებლო ბიზნესს და არის დაკავებული ოფიციალურად რუსეთში ინვესტიციების მოზიდვით. დოკუმენტებში, რომელიც შაბათის ეთერმა აღმოაჩინა, წერია, რომ ოთარ ფარცხალაძეს რუსეთში ლამის ყველა ბიზნესის კეთების უფლება აქვს. სუპერმარკეტის ფლობიდან და ცხობიდან დაწყებული სამშენებლო ბიზნესი დამთავრებული. რა უნდოდა ოთარ ფარცხალაძეს რუსეთში? არსებული ინფორმაციით ის წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური წარმომადგენელი იყო. დარით დასტურდება ეს ყველაფერი. ოთარ ფარცხალაძემ ცოტა ხნის წინ საქმიანი რუსეთის გაერთიანების წევრი გახდა. ამ ორგანიზაციის ვებგვერდზე კი მან დაადეკლარირა, ვინ არის და რას აკეთებს. მის მიღწევებს შორის კი ჩაწერა, რომ სწორედ მისი უშუალო ჩართულობით აღდგა პირდაპირი ავიამიმოსვლა რუსეთსა და საქართველოს შორის და რუსეთმა გააუქმა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის. რომ არა ბიძინა ივანიშვილის უშუალო მონაწილეობა, ივანიშვილის ნებართვა, ივანიშვილის ვიზირება. იზამდა თუ არა მარტო ამ ყველაფერს ფარცხალაძე? რას ფიქრობ შენ? დაწერე შენი პოზიცია ამ ვიდეოს ქვეშ კომენტარებში. ამ ყველაფრის ფონზე კი არ უნდა დაგავიწყდეს ჩვენი ჟურნალისტური გამოძიებები, რომელიც ფარცხალაძის თემაზე მოვამზადეთ. ახლა თქვენ ამ ვიდეოს პარალელურად უყურებთ ბმულს. შენ შეგიძლია გადახვიდე და უფრო ვრცლად ნახო ყველაფერი. ეს არის მთელი სერია ჟურნალისტური გამოძიებების, როგორი ინარჩუნებდა ოთარ ფარცხალაძე არაფორმალურ გავლენებს ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პირობებში.